მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა რომ გესაუბროთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე, საერთაშორისო ამბებზე უბრალოდ. და რატო შევარჩიე ეს თემა, იმიტომ რომ პრინციპში საერთაშორისო ამბები ყველა მოქალაქისთვის, თითოეული მოქალაქე უკვე დაინტერესებულია ამ თემით, რადგან ბოლოდროინდელმა, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა უამრავ მოქალაქეს უბიძგა, რომ აი ამ თემის ირგვლივ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედა და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული ყოფილიყო. და დიდი ცვლილებების ეპოქა დგება მსოფლიოში, რადგან კონტინენტურ ევროპაში პრინციპში ბოლო რამდენიმე წელია ვხედავთ ისეთ მასშტაბურ დაპირისპირებას, მასშტაბურ იდეოლოგიურ დაპირისპირებას ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის და ეს ბრძოლა უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ აქტიურ ფაზაში არის შესული და ევროპაში მაგალითად გამოფხიზდნენ და მომძლავრდნენ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ასე ვთქვათ ლიბერალური ფლანგი, მემარცხენე კატეგორია ევროპელი ადამიანების აღიქვამს როგორც ასე ვთქვათ პრორუსულ დაჯგუფებად და საკმაოდ ისეთი წარმატებული ცვლები აქვთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა უშუალოდ მინდა ვისაუბრო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და 20 იანვრის შემდეგ, როდესაც შედგა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და დონალდ ტრამპი უკვე სრულყოფილად შეუდგა თავის საპრეზიდენტო საქმიანობას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი, ასე ვთქვათ, აურზაური გამოიწვია ტრამპის რამდენიმე ქმედებამ და მისმა, ასე ვთქვათ, რამდენიმე ინიციატივამ შეიძლება ითქვას მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა კიდეც. და უშუალოდ საუბარია აი ამ სატარიფო ეკონომიკურ სავაჭრო ომზე, რომელიც ტრამპმა გამოუცხადა ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს და ისეთ სტრატეგიულ მოკავშირეებს, როგორიც არის მაგალითად კანადა და ევროკავშირი. და ამის შედეგად პრინციპში ვხედავთ, რომ ტრამპი საკმაოდ პოლარიზებულ მდგომარეობაში არის ახლა ევროკავშირთან. უამრავ საკითხთან მიმართებით არის უთანხმოება, ერთი არის რუსეთ-უკრაინის ომი, ეს ევროკავშირის ევროპული ქვეყნების თავდაცვითი მექანიზმების თემა. ტრამპი თulis რომ ამერიკამ აღარ უნდა დააფინანსოს, ასე ვთქვათ, ევროპული თავდაცვა და ევროპელებმა საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ, უამრავი აზრთა სხვადასხვაობა არის ამ თემებთან მიმართებით და პრინციპში ხედავთ, რომ დღეს ევროკავშირი ყალიბდება ერთ-ერთ დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ გლობალურ მოთამაშედ და ამის ნათელი მაგალითია ის თავდაცვითი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოაწერა დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთთან ერთად და ვხედავთ, რომ რუსეთის გაღიზიანებაც გამოიწვია აი ამ თავდაცვითმა ინიციატივამ და კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს კიდეც საუბარი იმაზე, რომ ევროპა ახლა ემზადება რუსეთთან მორი რაღაც სამხედრო დაპირისპირებაში შესასვლელად. ხოლო შეეხება დონალდ ტრამპს, ტრამპის ადმინისტრაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალურ ომებთან მიმართებით, ისეთ მძაფრ სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით პრინციპში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის ტრამპის გუნდში და ეს აშკარა მაგალითად რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებასთან მიმართებით, რადგან ტრამპის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბებული კონსენსუსი არ არის. იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა უნდა იყოს უკრაინის გვერდით, ანუ გარკვეული ნაწილი ტრამპის ადმინისტრაციის მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია გაცილებით უფრო ხისტი უნდა იყოს რუსეთთან მიმართებით, ხოლო მეორე ნაწილი თulis, რომ პირიქით რუსეთთან დალაპარაკება და დიპლომატიური დიალოგების შედეგად შესაძლებელია, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს. თუმცა მეორე მასშტაბურ ომთან დაკავშირებით, რომელიც თავარი მონაწილეები არიან პალესტინა და ისრაელი, აქ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ახლო აღმოსავლეთის თემა შეთანხმებულია ტრამპის ადმინისტრაციაში და ერთი კონკრეტული აზრიც არსებობს ამ ომთან დაკავშირებით ყველა თან ხვდება და ეს წინა ადმინისტრაციების დროსაც ასე იყო და ახლაც იგივეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ისრაელის ერთგული მოკავშირე და ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკამ უნდა დაეხმაროს ისრაელს და შეიარაღებით უზრუნველყოს კიდეც ისრაელის, ასე ვთქვათ, ბრძოლის უნარიანობა და ამის ნათელი მაგალითი ისიც არის, რომ უკვე რამდენი თვეა, უკვე 3-4 თვეა, რაც ოფიციალურად დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი ტრამპთან
ერთობლივი პრესკონფერენცია, მოკლედ ამ ომთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია არის უცვლელი, ურყევი არის პრინციპში, არ იცვლება და ამერიკა არის ისრაელის ერთგული მოკავშირე, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ხედავთ, რომ ესეთი დამოკიდებულება, ანუ არ არის მყარი და თვითონ ტრამპიც ერთგვარ გაუგებრობაშიც არის ახლა, რადგან ბოლო დროინდელი განცხადებები რო გადავხედოთ, უკვე თითქოს ტრამპს ეგონა, რომ აი რუსეთთან დალაპარაკების შედეგად რამდენიმე სატელეფონო ზარის გასვლის შედეგად შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, პუტინთან ურთიერთობის დალაგება და ეს ყველაფერი დაეხმარებოდა ამერიკას იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგი ვიხილეთ. ჩვენ ეს სასტიკი ომი გრძელდება უკრაინაში და ის დაპირება, რომლის მიხედვით ტრამპი თვლიდა, რომ აი ზუსტად 24 საათში დასრულდებოდა ეს ომი, უკვე გადაიდო. მე თქვა ტრამპმა კიდეც, რომ ეს იყო ცრუ დაპირება არა, მაგრამ ცოტა სარკასტული გამოხტომავ და ზოგადად აი 5-6 თვე მაინც დამჭირდება, რომ ეს ომი დავასრულო, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, 5-6 თვე კია შეიძლება 1 წლის შემდეგადაც კვლავ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება, ეხლა მოლაპარაკებების ახალი ფაზა დგება და ხედავთ, რომ ამ ომის დასრულება ასეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ეს ეგონა დონალდ ტრამპს და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ეს არის ალბათ ტრამპის, რომ ისეთ გლობალურ სამხედრო კონფლიქტებს, მძიმე სამხედრო ასე ვთქვათ საკითხებს ძალიან ისე ლაითად და მსუბუქად უყურებს და ეს ერთგვარი ალბათ პრობლემაც არის დონალდ ტრამპის, რადგან ზოგადად ესეთი ომებია, რომლის ასე მარტივად დასრულება არის შეუძლებელი და პალესტინა-ისრაელის ომთან მიმართებითაც იგივე საკითხია, ალბათ თქვენ ნახეთ ის ინიციატივა, რომელიც დონალდ ტრამპმა წამოაყენა ღაზა სექტორთან მიმართებით, ანუ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ღაზა სექტორი უნდა გახდეს ახალი აღმოსავლეთ რივიერა და მილიონობით პალესტინელი რაც არაბულ სახელმწიფოებში უნდა გადაასახლოს კიდეც. მაგრამ არაბულ სახელმწიფოებს ეს გეგმა, ეს ინიციატივა ნამდვილად არ მოეწონათ და სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია, რომ განახორციელო, იმიტომ რომ პალესტინელებს ზოგადად სურვილიც არ აქვთ, რომ გადასახლდნენ სხვა სახელმწიფოებში და ეს ერთგვარი რაღაც ნეო, ასე ვთქვათ, კოლონიალისტური დამოკიდებულება, იმიტომ რომ აი შუა საუკუნეებში იყო ასეთი მიდრომა, რომ თითქოს შეუძლია ვიღაც ლევამოსილ ადამიანს, ლევამოსილ ძლიერ იმპერატორს ადგეს და შედარებით ისეთი პატარა ერის წარმომადგენლები თავის ნებაზე ათამაშოს და გადაასახლოს ისეთ ადგილას, სადაც მას თვითონ მომდება, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება. და ზოგადად ანუ ხედავთ, რომ სატარიფო ომებიც გამოუცხადა ტრამპმა მთელ მსოფლიოს და მის მიზანიც არის, რომ შეაკავოს ჩინეთი, რომელიც ეკონომიკური კუთხით არის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ამერიკის შეერთებული შტატების და როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში შეიძლება გადაუსწროს კიდეც შეერთებულ შტატებს ჩინეთმა და აი ამ შეკავების კუთხით, ყოფილა ისეთი შედარებები, რომ იგივე საკეთებს ტრამპი, რასაც თავის დროზე აკეთებდა ნიქსონი, რომელსაც სურდა საბჭოთა კავშირის შეკავება და ამისთვის მან ესე ვთქვათ ჩინეთთან დაიწყო მეგობრული ურთიერთობა, ახლა თითქოს ტრამპი ცდილობს ბჭყალებში რუსეთთან დამეგობრდეს, რათა შეძლოს და შეაკავოს ჩინეთი. ბრიქსის ქვეყნებიდან სურს, რომ რუსეთი გადმოიბიოს იმისთვის, რომ ჩინეთის შეკავება შეძლოს, მაგრამ პრინციპში ამ სატარიფო ომების შედეგად ბოლომდე ვერ იხეირა შეერთებულ შტატებმა და ამის ნათელი მაგალითია ის სიტუაცია, რაც არის ახლა ბირჟებზე, დოლარის კურსი მთლად გამდგომარეობაში არ არის და ის დედოლარიზაციის საკითხი, რომლის ასე ვთქვათ, ბრიფინგი ჩაატარეს ბრიქსის ქვეყნებმა რამდენიმე თვის წინ, ახლა მე მგონი საკმაოდ აქტუალური ხდება და ამის მიზეზიც არის ის, რომ პრინციპში დონალდ ტრამპმა მოხსნა ტარიფები სმარტფონებსა და გაჯეტებზე და ამასთან მიმართებით ჩიპებიც იყო მან კიდევ, აი ჩიპებთან დაკავშირებით ტაივანთან ჰქონდა ერთგვარი უთანხმოება დონალდ ტრამპს, ანუ ტაივანი არის ასე ვთქვათ ქვეყანა, რომელიც ნომერ პირველი სახელმწიფოა ჩიპების წარმოების კუთხით და ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ახლა ტაივანი არის მისი მოკავშირე, ტაივანს უნდა გაუნაწილოს ჩიპები ამერიკის შეერთებულ შტატებს და ერთგვარი კონფრონტაციაც კი წამოიწყო ტაივანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპმა და კანადის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს ტარიფები და პრინციპში მთელ მსოფლიოს აი ასეთი ეკონომიკური ხერხებით ებრძვის დონალდ ტრამპი და მისი მთავარი სლოგანიც ეს იყო Make America Great Again,
კვლავ დიდებული სახელმწიფო უნდა გახდეს შეერთებული შტატები და მისი მთავარი დაპირებაც ეს იყო, რომ თავი დაპირება უკავშირდებოდა კეთილდღეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და მშვიდობას. და ზოგადად უკვე ხშირად მიდის საუბარი იმაზე, გსმენიათ, რომ ტრამპი არის ასე ვთქვათ რუსეთის აგენტი, კრემლის პროპაგანდისტი, პუტინის მეგობარი, ხშირად გსმენია ჩვენ ეს საუბრები, რასაც მე პირადად სიმართლე ვკითხოთ არ ვიზიარებ, ეს არ არის სწორი მიდგომა და აქედან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა კიდეც, რომ კი, ბევრს არ მოწონს ალბათ ტრამპის ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით, მაგრამ დღეს ამერიკისთვის პრინციპში მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი და ამიტომაც ჩინეთის შესაკავებლად ტრამპი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპში ძალიან ბევრს ალბათ არ მოწონს კიდეც. და ჩინეთთან მიმართებით პრინციპში საქართველოს ხელისუფლებამაც გადადგა გარკვეული ჭრალებში ნაბიჯები, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ მიიღო რა, პროტესტი კი არ გამოიწვევებოდა, რაც ცინიკურად შეხედეს იმ ინიციატივას, რომელიც განათლების სამინისტრომ წამოაყენა პირველ პლანზე, ის არის, რომ ჩინური ენა არჩევითი საგანი გახდება სასწავლო დაწესებულებებში. პრინციპში ეს ახლა კარგია, სავალდებულო არ არის, თუ სავალდებულო რო იყოს, მე მგონი მართლაც იქნებოდა ტრაგედია, თორე არჩევითი როცა ეს ნებისმიერ შეუძლია თავის სურვილი თუ ექნება ჩინური ენა შეისწავლოს, ამისი პრობლემა არ ამგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს. მოკლედ დიდი ცვლილებებია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში უკვე ცვლილებები დაიწყო, პოლიტიკური, იდეოლოგიური და პირისპირებები აქტიურ ფაზაში არის შესული და ულტრამემარჯვენე ძალებმაც გამოიღვიძეს, რადგან ევროპაში არის ერთგვარი ეკონომიკური კრიზისი და მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება თვლის, რომ მათი, ასე ვთქვათ, ლიბერალი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ გულგრილები არიან და საზოგადოების ინტერესებს არ ითვალისწინებენ და ამ კუთხით მემარჯვენე კონსერვატიულმა პოპულისტურმა ძალებმა კარგად იმუშავეს და საზოგადოებას დააჯერეს, რომ თუ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, აი ამ საკითხებს მოაგვარებენ კიდეც და მიზნად მაგალითია თუნდაც გერმანიის ვადამდელი არჩევნები, სადაც AfD-მ, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაიკავა მეორე ადგილი და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დადო კიდეც. იქ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი იყო, წარმოების კუთხითაც გერმანიას უკვე პრობლემები აქვს, ანუ უჭირდეს წარმოებითი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვა, ამის ერთ-ერთი მიზეზიც არის თორე სანქციები, რომელიც გერმანიამ დაუწესა რუსეთს და ამ კუთხით განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიამ იზარალა, სადაც პრინციპში AfD-მ ყველაზე ისეთი მაღალი მაჩვენებელი დადო კიდეც. სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყანაში იგივე საკითხებია, პრობლემები რუმინეთში მაგალითად ულტრამემარჯვენე ძალებმა გამოიღვიძეს და ამის გამოც დააპატიმრეს. ამის გამო არა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ჯორჯესკუს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და აუკრძალეს კიდეც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც მემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, აუკრძალეს, რომ მიეღო მონაწილეობა რუმინეთის არჩევნებში. მოკლედ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ საინტერესო ამბები გველოდება. ეს იყო და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.